ინგლისურის მასწავლებელთან მივდივარ. ის ქალაქგარეთ ცხოვრობს. ფეხით იქამდე მისვლა შეუძლებელია, ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა ვისარგებლო. ეს ნიშანი მიუთითებს, რომ აქ ავტობუსის გაჩერებაა. ავტობუს ტროტუარზე დაელოდეთ, გზის სავალ ნაწილზე არ გადახვიდეთ. ეს საშიშია, რადგან გაჩერებისას ავტობუსი ტროტუარს უახლოვდება, რომ გზა სხვა მანქანებს დაუთმოს და მგზავრის მოხერხებლად ავიდეს სავანში. ავტობუსში ასვლა შუა ან უკანა კარიდან შეიძლება. წინა კარები მგზავრების ჩამოსვლისთვის არის განკუთვნილი. კარებში დიდხანს არ უნდა გავჩერდეთ. ჩვენს გარდა სხვა მგზავრებიც უნდა ამოვიდეს. გარდა ამისა, კარების მექანიკურად დახურვისას შეიძლება რამე დაიზიანოთ. სწრაფად გადაინაცვლეთ წინ და თავისუფალი ადგილი დაიკავეთ. ავტობუსშიც თავი დასვლოთ უნდა იგზოთ. შესაძლოა მცხოვს მოულოდნელად დამუხრჭება მოუწიოს. ამიტომ აუცილებელია თუ არ ზიხართ, სპეციალურ საკიდარს ჩაედიდოთ, რომ თავის დაჭერა შეძლოთ. გახსოვდეთ, მოხუცებსა და ინვალიდებს დამუხრჭების დროს ყველაზე მეტად უჭირთ თავის დაჭერა, ამიტომ მათ ადგილი უნდა დაუთმოთ. ეს თავაზიანობაცაა და უსაფრთხო მგზავრობისათვისაც აუცილებელი. აქ ახლოს ჩემი მასწავლებელი ცხოვრობს. შემდეგ გაჩერებაზე უნდა ჩამოვიდე. დროა ჩასასვლელად მოვემზადო. ახლა წინა კარებისკენ უნდა წავიდე. გმადლობთ. გახსოვდეთ, არასოდეს არ უნდა შემოუაროთ ავტობუსს, არც წინა, არც უკანა მხრიდან. გზა რომ უსაფრთხოდ გადავკვეთოთ, საჭიროა მოძრავ მანქანებს კარგად ხედავდეთ. ამიტომ დაველოდები სანამ ავტობუსი წავა და ქუჩას მერე გადავკვეთავ.